და გადავინაცვლოთ ლეჩხუმში, სადაც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო და ისტორია ინახება. ამ საოცარ ადგილზე, ცაგერში, წმინდა მაქსიმე აღსარებლის ეკლესიაში მისი წმინდა ნაწილებია დასვენებული. რა ისტორიას ინახავს ტაძრის მუზეუმი და რა სწყვება ადგილობრივი გიდი წმინდანის ცხოვრებაზე. ამ თემით ჩვენი ჟურნალისტი კატო ყიფიანი დაინტერესდა, ნახოთ სიუჟეტი. ლეჩხუმის დიდებულ მთებს შორის ქრისტიანული სამყაროს უდიდესი საიდუმლო საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობს. ეს არის ადგილი, სადაც ისტორია და დღევანდელობა ერთმანეთს ერწყმის. მაქსიმე აღსარებლის სახელობის მონასტერი ერთადერთი ტაძარია მთელ საქართველოში, რომელიც ამ დიდი წმინდანის სახელს ატარებს. ცაგერის მუზეუმი ტაძრის უნიკალურ ისტორიულ ფოტოებს ინახავს. აქ მაქსიმე აღსარებელზე კიდევ უფრო მეტ საინტერესო ამბავს გვიყვებიან. მაქსიმე აღსარებელი მე-7 საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბიზანტიაში. იყო ძალიან განათლებული წიგნიერი და ფილოსოფოსი ადამიანი, რომელიც სამეფო კართან იყო დაახლოებული და ავრცელებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. მაგრამ იმ დროისთვის იყო სახასიათო მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა, რომელმაც სამწუხაროდ სამეფო კარმა მიიჩნია, ასე ვთქვათ, დამნაშავედ, მოჭრეს მას მკლავი რო არ დაეწერა, მოჭრეს ენა იმისთვის, რომ არ გაევრცელებინა ქრისტიანობა და გადმოხვეწეს იბერიაში და იბერია იმ დროისთვის იყო სწორედ საქართველო და აი კონკრეტულად აი ეს პიროვნება მაქსიმე აღსარებელი თავის ორ თანამოწაფესთან ერთად მოხვდა სოფელ დეხვერში, სადაც ხდება არქეოლოგიური გათხრები და გვაქვს უამრავი მასალა, რომელიც მრავალფეროვან ექსპოზიციას მოიცავს. და ეხლა რაც შეეხება მაქსიმობის დღესასწაულთან დაკავშირებულ რიტუალს, რომელიც ჩვენთან დღემდე ტარდება და გაგრძელდება, რა თქმა უნდა, 6 აგვისტოს და 26 თებერვალს გარდაცვალების და დაბადების დღეს აღნიშნავენ. აი მთელი მსოფლიოს საზოგადოება ჩამოდის სამღვდელოება, იკრიბება რაიონების სამღვდელოება, ტარდება დიდი ღონისძიება, ტრაპეზი და რითაც შეგვიძლია პატივს მივაგებთ მაქსიმე აღსარებლის ხსოვნას. Შეგვიწყდა ვაცხონში ვიცეს სახეა და პასპორტი. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ სურათი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ნახეთ, მხოლოდ მამაკაცები რა ხდებოდა აი ამ რიტუალის ჩატარების დროს. მამაკაცები ფეხში შველები, კისერზე ღოლეჭი აქვს შემოჭერილი და ხელში უჭირავთ თაიგულები. ანუ რა დროს ტარდებოდა ეხლა ეს რიტუალი? დაუშვათ იმისთვის, რომ მოსახლეობას მოსავალი მიიღო, იყო გვალვები და აუცილებლად წვიმა იყო საჭირო, რომ მოსახლეობას მოსავალი რაც შეიძლება ნაყოფიერი მიიღო. აი, როდესაც ჩატარდებოდა ეს რიტუალი, აუცილებლად გაწვიმდებოდა. ან იყო დაუშვათ ხანგრძლივი წვიმა, ჩატარდებოდა რიტუალი, გამოიყვანდნენ, იყო შემთხვევები ხატს, დაბანდნენ მას, პატივს მიაგებდნენ და აუცილებლად მოვიდოდა, ანუ გამოიდარებდა. ის, რასაც თაობები ერთმანეთს უყვებოდნენ, 2010 წლის არქეოლოგიური გათხრებით მეცნიერულად დადასტურდა. საკურთხევლის ქვეშ აღმოჩენილი წმინდა ნაწილები სწორედ მაქსიმე აღსარებელს ეკუთვნის. 2010 წლამდე იყო ვარაუდი, რომ იყო თუ არა მან მაქსიმე სამარხი, იმიტომ რომ ზუსტი ადგილი არავინ არ იცოდა. და სრულიად შემთხვევით, ანუ ღვთისგანგება იყო, იმიტომ რომ ეხლა გადმოცევით მეცით ჩვენც ეს, რომ მე უფე მთქვა, რომ სადღაც აქ მგონია, რომ არის მაქსიმეს სამარხი და მართლაც ჩამოიყვანეს მკვლევარები და იქვე ნახავთ თქვენ შემინულია, სადაც არის. და ზუსტად დაადგნენ და ამოიღეს სამარხი. და იმ სამარხის შემდგომ წაიღეს სამეცნიერო კვლევაზე და დამტკიცდა, რომ თავის ორ თანამოწაფესთან ერთად საძვალე ეკუთვნოდა მაქსიმეს. მაქსიმე აღსარებლის სამარხი აღმოჩენილი არის, სადაც ტაძარი არის მისში ამ მომენტში და განახლების პროცესში არის, ადრე არსენის ეკლესიას ეძახდნენ მას და შემდგომ უკვე მაქსიმე აღსარებლის სახელწოდებით არის და დიდი სიყვარულით, ენთუზიაზმით ყოველი წლის ამ 26 აგვისტოს და 3 თებერვალს აღნიშნავთ მის სახელობის დღესასწაულს. ჩვენი ქვეყნის ეს საოცარი მხარე მხოლოდ ულამაზესი ბუნებით არ არის გამორჩეული. ლეჩხუმის დიდებული მთები დღემდე სათუთად დარაჯობენ ქრისტიანული სამყაროს ამ უდიდეს სიწმინდეს.